მეგობრებო, მოგესალმებით, როგორ ხართ? მოდით ვნახოთ რა სიურპრიზებს გიმზადებთ მარტი. მოდით ვნახოთ ამჟამად რა ენერგიებში იმყოფებით, უცებ გადავირბინ, გადმოვირბინოთ ინფორმაციულად, ვნახოთ რა ხდება შიგნით თქვენს ენერგიებში ახლა და მერე უკვე ვნახავთ რა სიურპრიზებს, ანუ რა ამ შემთხვევაში კარგ და დადებით ნაწილში განვიხილავთ ნებისმიერ სიურპრიზს, როგორიც შეიძლება იმ მომენტში არ მოგეჩვენოთ სიურპრიზად, მაგრამ აუცილებლად დაგანახებთ მე თქვენ ყველაზე ნეგატიური სცენარის ყველაზე კარგ მხარესაც, იმიტომ რომ ჩემო ძვირფასებო ყვავილს გარდა მზისა, რომ მზე მიიღოს და მზის სხივები მიიღოს, ხომ? წყალიც ესაჭიროება, ხო? წვიმაც ესაჭიროება. ალბათ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ, ხო, ზრდისთვის. ამიტომ ცრემლებიდან სწავლობს ადამიანი ძალიან ბევრ რამეს. ადამიანი საკუთარი ტკივილიდან სწავლობს. ადამიანი ასეთი არსებაა, ხვდებით, ხო, რომ თუ არ გაიარა, ვთქვათ, ტკივილში არ გაიარა, ცრემლებში არ გაიარა, გარკვეულ განსაცდელებში, რომელსაც მე გამოცდას ვეძახი, რა თქმა უნდა, ძალიან იშვიათია, რომ ადამიანმა კომფორტის ზონიდან ან სხვისი გამოცდილებებიდან ეს არ არსებობს, რომ ადამიანმა რაიმე ისწავლოს და არც უნდა ისწავლოს, იმიტომ რომ სხვისი გამოცდილება და ჩვენ უნიკალურები ვართ, ჩვენ ძალიან განსხვავდებით ერთმანეთისაგან, ჩვენი განსხვავებული სცენარებით, ისტორიები და შესაბამისად ყველა გამოცდილება და ყველა სცენარი არის უნიკალური, ამიტომ ჩემო ძვირფასებო, არასოდეს არ მიყვეთ ამ სიტყვებს, რომ აი ისწავლე იმის გამოცდილებაზე, მისი გამოცდილებით ისწავლე შენ ჭკუა, არა. მისი გამოცდილება, თქვენი გამოცდილება, ეს ყოველთვის გახსოვდეთ, ხომ? ამით ვართ ჩვენ განსხვავებულები და უნიკალურები. მაშა სადამე, მარტის თვეა შენი. ნახოთ, მარტის სიურპრიზები. ვარიანტი პირველი. თქვენი ენერგიები ახლა, მოდით ფოკუსი გავასწოროთ. ვარიანტი 2, თქვენი ენერგიები ახლა. და ვარიანტი 3, თქვენი ენერგიები ახლა. აი ახლა ამ მომენტში რა ენერგიებში იმყოფებით, ხო? ვისაც ობობების ფობია გაქვთ უკაცრავად, მაგრამ ვარიანტი პირველი, ეს იქნება თქვენი ვარიანტი. ვარიანტი 2, აი ესეთი ობობა გვეყოლება და ვარიანტი 3. აი ესეთი 3 უმშვენიერესი არსება მოვიდა ჩვენთან, რათა დაგეხმაროთ, რომ უფრო მეტად მარტივად შეძლოთ თქვენი ვარიანტის არჩევა. იქნებ ცოტა ფერების შემეცვალა, დამელოდეთ. აი ახლა ვფიქრობ, რომ უფრო მეტად გაგიმარტივდებათ თქვენი ფერების არჩევა, იმიტომ რომ სატურაცია უფრო მეტად ძლიერი გავუკეთე ვიდეოს და თქვენი ფერებიც უფრო მკაფიო უნდა გამოჩნდეს თქვენს ეკრანებზე. მაშა სადამე, მარტის თვის სიურპრიზები სტუდიაში. და ჩვენ ვიწყებთ ვარიანტი პირველით. პირველი ვარიანტი, მოდით ვნახოთ რა ენერგიებში ხართ ახლა. ორიანების ხმლებში ხართ ახლა, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ თქვენში ახლა იგრძნობა გარკვეული შინაგანი კონფლიქტები, იგრძნობა შინაგანი გადაუწყვეტელი საკითხების, ვთქვათ, პრობლემა. ნამდვილად ფიქრობთ, როგორ გადაჭრათ, როგორ გადაწყვიტოთ ეს საკითხები. ენერგიის ნაკლებობა შეიძლება უფრო მეტად გრძნობდეთ და ეს ენერგიების ნაკლებობა გამოხატულია იქიდან, რომ შესაძლებელია ეძებთ გამოსავალს, ან სხვა ადამიანები ცდილობენ, რომ საკუთარი აზრები მოგაჩეჩონ, ხომ? აი, თავში მე ქუდში სანამ დავიწყებდი საჯარო გაშლას, მე თავიდან ვთქვი, რომ თქვენი გამოცდილება, თქვენი გადაწყვეტილება და თქვენი გზა ეს არის უნიკალური გადაწყვეტილება და ამიტომ ვინ რას გთავაზობთ და ვინ რას, ვთქვათ, გაწვდით, ხომ, ინფორმაციულად შეგიძლიათ მოისმინოთ, მაგრამ ყოველთვის ისე მოიქეცით, როგორც ამას ინტუიცია გეუბნებათ, ხომ? ასე რომ, რას ეხება თქვენი ორიანების ხმლები, მოდით ვნახოთ. აი სამიანების ხმლები, ნახეთ როგორ ვითარდება. ხო, გული გაქვთ ნატკენი, გასაგებია, იმედები გაქვთ გაცრუებული, ეს შეიძლება კონკრეტულ ადამიანს, სიტუაციას, რეალობას ეხება. ახლა ვცდილობთ, რომ ამ ყოველფრიდან
რაღაცნაირად გამოხვიდეთ, ან დასკვნები გააკეთოთ, შეაფასოთ, შეაჯამოთ თქვენს რეალობაში არსებული სიტუაცია, თუ რატომ ხდება ასე, რატომ მოხდა ასე და რა არის თქვათ ამ ყველაფრის შედეგი, ხომ? და ენერგიები ნამდვილად ისეთია, ხმლურია, რაც ნიშნავს იმას, რომ გასაგებია, რომ ხა შეიძლება გრძნობდეთ არასტაბილურობას, ხასიათების ცვლას, ხშირს, ხომ? გრძნობდეთ იმას, რომ თქვენს გვერდით არავინ და არაფერი არ არის ახლა ისეთი, რასაც დაეყრდნობით, ვისაც დაეყრდნობით, მარტო გრძნობთ თავს, არის ეს რაღაცა მარტოობის შეგრძნება და არის ეს რაღაცა არასტაბილურობის შეგრძნება, თუმცა მე გეტყოდით, რომ ეს არის სამიანების ხმლები და ორიანების ხმლები, პერიოდი ქვია ამას, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ძალიან მალე გადაილახება და მოდით ვნახოთ სიურპრიზები თქვენ, რა მოგიმზადათ მარტმა, ჩემო ძვირფასებო, რა სიურპრიზები მოგიმზადათ მარტმა და რატოღაც უფრო სარკანს ველოდები. ველოდები თქვი და აგერ გეახლათ არკანი მეტლე. ეს არის ტრიუმფი, ჩემო ძვირფასებო. პირველ რიგში თქვენ აუცილებლად გამოხვალთ ამ რთული სიტუაციიდან და აუცილებლად გააღწევთ თავს. ეს არის გზა. ეს არის გზა, როგორც პირდაპირ ასევე გადატანითი მნიშვნელობით. ეს არის სიტუაციის ტრიუმფალური, ეს არის გამარჯვებით დასრულება, ეს არის ძალიან დიდი ნახტომი. კვანტური, ფიზიკური, ენერგეტიკული არ აქვს მნიშვნელობა, გამოდიხართ, თან გამოდიხართ ძალიან მკვეთრად, ხომ? შეიძლება იყოს სამოგზაუროდ წასვლა, რომელიც ძალიან მოგიხდებათ, ადგილმდებარეობის შეცვლა, თუ ფიზიკურ, თქვათ, გზაზე ვიგულისხმებთ, ხო? გზაზე მოგზაურობას ვიგულისხმებთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ძალიან კარგი ასეთი უეცრად რაღაცა ძალიან მაგარი ინფორმაცია მოვა თქვენში. უეცრად მიიღებთ უბრალოდ გადაწყვეტილებას, რომ მე ეს ასე აღარ მინდა და მორჩა. დაგეგმოთ რაღაცა საინტერესო აქტივობას თქვენთვის და ეს აუცილებლად იქნება თქვენთვის ძალიან კარგი, ასე რომ მე ასე ვიტყოდი. ამ გამოცდილებას ეხლა რასაც თქვენ გადიხართ საკმაოდ მტკივნეულ ტონებში და ფერებში, აუცილებლად ძალიან დიდი ტრიუმფით და გამარჯვებით დაასრულებთ, ჩემო ძვირფასებო და მოდით ვნახოთ, რაში გამოიხატება ეს თქვენი ტრიუმფი, ხო? რაში გაივლით ამ ტრიუმფს. Champion of Pentacles, ნახეთ, პენტაკლების ჩემპიონი ამოვიდა. საკუთარ თავში აღმოაჩენთ უნიკალურ ძალას, უნიკალურ შანსს, უნიკალურ ენერგიას და მიხვდებით, რომ უბრალოდ განსაკუთრებული ხართ და მიხვდებით, რომ ეს ახლა როგორც თქვენ ხართ, ამ ყველაფერს ეს ყველაფერი, ნახეთ, ტრიუმფი, ჩემპიონი, ნახეცა ძალიან ბევრი ესეთი ის მოდის, ხო? მედალი ოქროს. სწორედ პენტაკლების ჩემპიონი, პენტაკლი შეიძლება მედალსაც ნიშნავდეს, ხო? ვიღაცა შეიძლება დაწინაურდეს, აბსოლუტურად ახალი სამსახური, ახალი კარიერა, ახალი ურთიერთობები, ახალი გარემო, ახალი ცხოვრება და ახალი ეტაპი მოდის, ჩემო ძვირფასებო. და მარტის თვე ზუსტად ამით გაგახარებთ თქვენ, რომ თქვენ იქნებით გამარჯვებული ამ ყველაფერში და თქვენ აუცილებლად გამოხვალთ ჩემპიონი ამ სირთულეში, რასაც ახლა განიცდით და ეს ყველაფერი თქვენთვის აუცილებლად იქნება კიდევ ერთი დასრულებული სირთულე, ეკლიანი გზა, რომელიც გაიკაფეთ და ამისთვის სამყარო აუცილებლად დაგაჯილდოვებთ, ჩემო ძვირფასო პირველო ვარიანტო. დაგემშვიდობებით და ჩვენ გადავედით ვარიანტი 2-ზე. თქვენ რა ენერგიებში ხართ ახლა? ვარიანტი 2. არკანი შეყვარებულები. ჩემო ძვირფასებო, თქვენ ახლა ისეთ ენერგიებში ხართ, რომ აქ უკვე მოდის სინქრონი. სინქრონი მოდის ადამიანთან, ადამიანებთან, როდესაც ახლა იბადება რაღაც ახალი. ეს შეიძლება იყოს მეგობრობაც, ურთიერთობაც, თანამშრომლობაც, როდესაც ორი ადამიანი სინქრონში მოძრაობს, სინქრონში მიდის, ხო? ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი. კიდევ ერთხელ განვმარტავ, არ არის აუცილებელი, რომ არკანი შეყვარებულები ნიშნავდეს იმას, რომ მაინც და მაინც ეს არის პარტნიორი, თუმცა რა თქმა უნდა ეს უმეტესწილად ამას ნიშნავს, ამ ენერგიებში ყოფნას. არკანი შეყვარებულები ძალიან კარგი არკანია. განმეორდები, ეს არის ორი განსხვავებული აზრის, ორი განსხვავებული ენერგიის შეერთება, რომელიც ერთ გზაზე, ერთ ინტერესებს გაივლის, ერთ
ერთ ენერგიებში მოძრავებს, ხო? ასევე ეს არის ძალიან კარგი არკანი იმისთვის, რომ უფრო მეტად გააღრმავოთ საკუთარ თავში. ნახეთ, საკუთარ თავში შეხედეთ, ახლა არის ის პერიოდი, როდესაც ადამიანები პირდაპირ სარკისებურად გაიმეორებენ თქვენს ქმედებებს. მისცემთ სიყვარულს, დაბრუნდება სიყვარული. მისცემთ ბრაზს, დაბრუნდება ბრაზი, ხომ? და ეს ადამიანი თუ ადამიანები, ვინც ახლა ამ შეყვარებულებში მოიაზრება, ინტენსიური სარკე იქნება თქვენი, რომელიც პირდაპირ დაგანახებთ საკუთარ სიძლიერესაც, სისუსტესაც და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პერიოდი და ენერგიებია იმისთვის, რომ უფრო მეტად შეღრმავდეთ ყველანაირ ურთიერთობას ეხება ეს, რათა უფრო მეტად სიღრმისეულად დაინახოთ მისი კარგიც, მისი არსიც, მისი პრობლემაც და ამ ყველაფერს შეხედოთ ძალიან ფილოსოფიურად. იმიტომ რომ არის ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ რაღაცა ახალი დაიბადება აქ, რაღაცა ახალი მარგალიტი იბადება აქ, მე ასე ვიტყოდი. კარგი, მაინც დავა კონკრეტულად ერთი არკანით, რას ეხება არკანი შეყვარებულები, რას ეხება არკანი შეყვარებულები და არკანი მზე ამოვიდა ჩემო ძვირფასებო, არკანი შეყვარებულები, არკანი მზე. ნახეთ რა მაგარ ენერგიებში ხართ. ეხლა თქვენ ხართ ნოყიერი, ნაყოფიერი მიწა, რომელზედაც რაც არ უნდა დათესო, ხო? თუნდაც ეს თესლი არა ჩათესო, არამედ უბრალოდ მიწაზე მიმოფანტო, ხო, თქვენი მიწა ეხლა იმდენად ნოყიერია, რომ თვითონ შთანთქავს ამ თესლს და თვითონ გააღვივებს და თვითონ როგორ მეტყობა დღეს ჩემთან ბაღში ვიმუშავე, ენერგები გადავდგეთ, გადმოვდგეთ, გავსხალი ენერგები და პრინციპში მეტყობა ნამუშევარ ხელებზე შეიძლება მიწა ჩენიშნოთ ფრჩხილებში და აი რაღაცნაირად ეს ენერგიები ძალიან კარგად ვიგრძენი, რაზეც ტარო მესაუბრება, ხო, ერთი წუთით. აი ეს ნაყოფიერი მიწა ხართ, რომელზედაც ახლა ყველაფერი, რაც არ უნდა დათესოთ, ყველაფერი აუცილებლად გაიზრდება, ხო? არკანი შეყვარებულები პირველ რიგში ეხება იმას, რომ რაღაც ახალი ეტაპი იწყება თქვენს ცხოვრებაში და არა მხოლოდ თქვენს ცხოვრებაში, ეს ეხება პარტნიორულ ადამიანურ ურთიერთობებს, ეს ეხება ადამიანების მხრიდან დამოკიდებულებას, როდესაც მიიღებთ კომპლიმენტებს, როდესაც იგრძნობთ ზრუნვას, როდესაც იგრძნობთ თქვენს მნიშვნელობას ამ ურთიერთობაში და ეს არის ძალიან კარგი. ორი უფროსი არკანი არის და ახლა ხართ ძალიან კარგი ენერგიებში და გაუფრთხილდით ამ ენერგიებს და მოდით ნახოთ სიურპრიზი, რაც მარტის თვეში გელოდებათ, ხო? უფროსი არკანები ამოდის, სულ მარტისთვის სიურპრიზები, მარტი რას გიმზადეთ? Champion of Swords, ჩემო ძვირფასებო, აი თქვენ ჩემპიონი ყავთ უღოთ ხმლების, ხო? გადაწყვეტილება იქნება, ძალიან მკვეთრი მიღებული და არკანი ვარსკვლავი. ნახეთ რა საოცარი არკანები ამოდის. აი, მზის კარელებო. ეხლა გამოდით, სიჩუმეზე გიცანით, ხო? არკანი ვარსკვლავი, არკანი მზე, არკანი შეყვარებულები, ჩემო ძვირფასებო. პირდაპირ, აი, რა შვებით იცით, იჭრებ, პირდაპირ კოსმოსა ესე ჭრით და შედიხართ შიგნით, არ ვიცი როგორ აგიხსნათ. აი ეს ყველაფერი, ხო? გადაიჭრება პრობლემები, თუ კი რამე პრობლემა იყო. გადასრულდება ის თქვენთვის ძალიან სასიკეთოდ. იყო აქ ჯანმრთელობის პრობლემები, მიიღებთ კარგ პასუხებს აუცილებლად. კიდე რა სიურპრიზს გიმზადებთ? The Hand One, მე-12 არკანი, რა სიურპრიზებს გიმზადებთ? აი ნახეთ რა და შვიდიანების კვერთხები. მე რა ვთქვი წეღან, რა ვახსენე, გადაიჭრება თქო რაღაცას, ჭრით თქო და შედიხართ და ნახეთ როგორი ბაკრატელი ამოვიდა ხო შვიდიანების კვერთხებში და არკანი ჩამოკიდებული კაცი, თუ კი რაიმე სიტუაცია არ მოგწონდათ, თქვენ ამ სიტუაციას
დაამარცხებთ თქვენ ამ სიტუაციას გაჭრით ჩემო ძვირფასებო და სხვათა შორის კარგად დააკვირდით თქვენ სირგვლივ ბუმერანგჩიკები გაუფრინდებათ თქვენს ზოგ-ზოგიერთ არაკეთილის მსურველს, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგად ჩანს ხო, იმიტომ რომ აქ შეიძლება პირდაპირ იყოს აი რაღაცა ლარვას მოშორება, პარაზიტის მოშორება, ქურდის მოშორება, იმიტომ რომ ჩამოკიდებული კაცი ეს არის ლარვა. ეს არის პრობლემა ეს არის ენერგია, რომელიც თითქოს პრობლემაში გამყოფებთ და გიქმნით ისეთ ილუზიას, რომ თქვენ ამ პრობლემიდან გამოსვლა არ შეგიძლიათ, თქვენ შეგიძლიათ. სხვათა შორის ჯგუფის წევრები აქ ხართ, ვიცი. მეორე ვარიანტი მაკრატლის პრაქტიკა. გამოიყენეთ ამ პერიოდში, იმიტომ რომ ძალიან კარგად იმუშავებს. და კიდევ რა სიურპრიზ გიმზადებთ მარტის თვე, მოდით ვნახოთ, ნახე Oracle of Cups. მე ვთქვი წეღან რომ ახალი მარგალიტი იბადება თქო. ეს არის სიხარული, ეს არის სურვილების ასრულება, ეს არის გამოჯანმრთელება, ეს არის ახალი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში. და ეს არის იცით როგორი ენერგია, როდესაც მიმოიხედავთ გარშემო და იტყვით, რომ ვისაც მოსახვედრი ქონდა მოხვდა, ვისაც ვინც სიკეთეს იმსახურებდა, სიკეთე დაუბრუნდა თქვენგან, ანუ ყველაფერი აბსოლუტურად დაალაგდება და ვინც საერთოდ მოსაჭრელი და მოსაკვეთი იყო, მოიჭრება და მოიკვეთება, ხო? აი ეს არის გენიალური სიტყვა, მაქვს ნათქვამი და არკანები ამას მიზუსტებენ და არკანები ამას ასე ვთქვათ თანხმობაში მოდიან ჩემს სიტყვებთან, ხო? თითქოს პროგნოზი არ მაქვს, პროგნოზს ვამბობ და მე ამომაქ არკანები, იმიტომ რომ ეს იგრძნობა ჩემო ძვირფასებო, appearance of sword. არა, რაღაცა ანუ გადაიჭრება, ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება გადაიჭრას ერთდროულად, ან გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, შესაძლოა აბსოლუტურად რადიკალურიც კი. ცვლილებები, რადიკალური ცვლილებები მოდის აქ და გილოცავთ, იმიტომ რომ სიურპრიზები ინტენსიურია, ჩაჭიდეთ მას ხელი და არ მისცეთ არავის და არაფერს იმის საშუალება, რომ აი ეს დღესასწაული გაგიფუჭოთ მეორე ვარიანტი და გადავედით მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი ეს ობაბიც აირჩია, თქვენ რა ენერგიებში ხართ ახლა და თქვენ ხართ ათიანების ხმლებში. რთული პერიოდი არის ძალიან, ხო თქვენს ენერგიებში გასაგებია ყველა მხრიდან. იგრძნობა, შესაძლოა ეს არის ჯანმრთელობის პრობლემა, მათ შორის ეს არის სიტყვიერი, ეს არის მენტალურიც, ემოციურიც, აი რაღაცა გაუფასურება, გულის ტკენა, როდესაც გრძნობთ რომ და ამბობთ რომ მე ამას არ ვიმსახურებდი რომ ეს დამემართა ხო ჩემო ძვირფასებო ერთ რამეს გეტყვით რა როგორც ცუდადაც არ უნდა შეხერდეს ჩემი სიტყვები ჩვენ ყველაფერს ვიმსახურებთ ჩვენ ხომ ადამიანები არ ვართ სრულყოფილი არსებები და ჩვენ რაღაცა ერთი ვექტორით უყურებთ რაღაცებს ბრაზობთ სამყაროზე ბრაზობთ ადამიანებზე ხო მაგრამ განმეორდები ყველაფერი რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში ხდება იმიტომ რომ ჩვენ ვისწავლოთ და კიდევ ერთხელ ვისწავლოთ ჩვენი ფოკუსი ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი ენერგია ამ სამყაროში აუცილებლად ამიტომ აი ეს გაკვეთილი რასაც ახლა თქვენ გადიხართ ათიანების ხმლებში მაინტერესებს რას ეხება უბრალოდ ეს ათიანების ხმლები რას ეხება თქვენი ათიანების ხმლები რატომ ხართ ამ ენერგიებში მესამე ვარიანტი შვიდიანების კვერთხები იეროფანტი იცით რა არის ბევრი ინფორმაცია შეიძლება იყოს აქ რა ნახეთ ყველას არ ეხება ეს ეხება 100-დან 1-ს ჩათვალეთ რომ ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემა შეწყვეტილი ორსულობა ოპერაცია მტკივნეული განქორწინებაც მათ შორის ან მტკივნეულად ურთიერთობების დასრულება ხო სამსახურიდან ვთქვათ უსამართლობის შეგრძნება მოდის ძალიან დიდი. აი ამ ყველაფერში მესამე ვარიანტი მოდის ძალიან დიდი უსამართლობის შეგრძნება და გაქვთ ძალიან დიდი სიბრაზე, მაგრამ ყოველთვის ვამბობ რომ ათიანების ხმლები ეს არის რა თქმა უნდა ფინალური არკანი, რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად იქნება ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს აქ, რამაც თქვენ ძალიან გატკინათ გული და ფიქრობთ რომ ეს არის ძალიან უსამართლო თავდასხმა, უსამართლო შენიშვნა, usამართლო ფინალი ხო? საერთოდ სხვა ფინალს ეროდებოდით, სხვა ფინალი მიიღეთ შედეგად ხო?
კარგით, მე ხარ ესეთი კითხვა მაქვს გავიგე, მაგრამ ფინალში ხართ. ოკეი, მარტის თვე რა სიახლეებს გიმზადებთ? რა სიურპრიზებს გიმზადებთ მარტის თვე? 7-იანების პენტაკლები. ათიანების თასები, 8-იანების თასები, არკანის სულელი და 3-იანების კვერთხები. ძვირფასებო, პირველ რიგში მესამე ვარიანტი. შეიძლება ხა ძალიან ბანალურად მოგეჩვენოთ, რასაც გეტყვით, მაგრამ მეტი ურთიერთობა ყვავილებთან. ეს არის ძალიან თქვენ ჯერ გირთი ქალები ვასოცირდებით გაზაფხულთან, მიწასთან, მიწის ენერგიასთან და შესაბამისად მეტი ურთიერთობა ყვავილებთან, მეტი ურთიერთობა. აი დაგეხმარებათ თუნდაც შეხვიდეთ მარკეტში და იყიდოთ, რა ვიცი, თესლი ნებისმიერი მცენარის, არ აქვს მნიშვნელობა, ნერგი იყიდოთ თუ მაგალითად გაქვთ ამის საშუალება და დარგოთ თუნდაც ერთი ნერგი, ჩარგოთ თუნდაც ერთი ყვავილი, ხო, ჩათესოთ, თესლი ჩაუშვათ, ხო, მიწა ამოთხარეთ, რა უნდა, ხო, 2 წუთის ამბავია, მაგრამ ეს იქნება როგორი რაღაც, იცი, ჩემო ძვირფასებო, ეს იქნება სიმბოლო თუ სიბნელიდან როგორ წარმოიშვება რაღაცა ძალიან ნათელი და ლამაზი და ეს იქნება სიმბოლო თქვენი გარდასახვისა, ეს სიმბოლოც არის და ეს რიტუალი იქნება თქვენი მხრიდან. ამიტომ ერთი ყვავილის ჩათესვაც კი და მიწასთან ურთიერთობა სადაც არ უნდა იყოთ, არ აქვს მნიშვნელობა, ხომ? ან შეიძინეთ თუნდაც ერთი ქოთანი ყვავილი და მასთან რა აქ თვითონ უშუალოდ მოვლის პროცესი, როდესაც ჩათესავთ, ან თუნდაც იყიდით ქოთან ყვავილს და მორწყავთ მასთან გექნებათ ურთიერთობა, ეს იქნება თქვენთვის უდიდესი თერაპია. მოეფერეთ ამ მცენარეს, ელაპარაკეთ ამ მცენარეს, ძალიან დაგეხმარებათ, ხომ? და თითქოს აი ამ ყველაფრის მერე, აი ამ ურთიერთობების მერე რაღაცნაირად თითქოს თავისით წყდება, აი რაღაცა მოდის გარკვეული ენერგია, რომელიც თვითონვე სვამს ძალიან ლოგიკურ წერტილს აი ამ თქვენს პრობლემასთან დაკავშირებით და მაჩვენებს, რომ აი ერთიანად ამოისუნთქებთ, აი მოცეკვავეები ეძახიან ამას, მეორე სუნთქვა გაგეხსნებათ. ანუ აი ამ ყვავილებთან შეხება თუ დათესვის პროცესი გაგრძნობინებთ იმას, რომ თქვენ ცოცხალი ხართ, რომ თქვენ სუნთქავთ და თქვენთან ერთად სუნთქავს აი ეს თუნდაც თესლი, რომელიც ღვივდება, ან ის ქოთნის ყვავილი, რომელიც იყიდეთ, ხომ? თქვენთან ერთად ზრუნვა უნდა გადაიტანოთ მასზე. გამიგეთ? ზრუნვა უნდა გადაიტანოთ მასზე, ეს არის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი და ნახეთ, ჩემო ძვირფასებო, თავისით თითქოს როგორც მოცვლილი კანი, მომძვრალი რაღაცა როგორ აგიხსნათ, აი გაჭრილი კანი რომ ხორცდება და რაღაც ფუფხს რო იკეთებს, აი ქერქივით, აი ესე მოგწურებათ ეს პრობლემა, მიხვდით, ხო? ეს იქნება სიხარულის ცრემლებიც, ეს იქნება თავისუფლების ცრემლებიც, მიხვდით, ხო? როდესაც იაზრებთ, რომ აბსოლუტურად ახალი სუნთქვა გაგეხსნათ და ახალი სიცოცხლე დაბრუნდა თქვენში და 3-იანების კვერთხები. და კიდევ ვიცით, რას გაიაზრებთ, რომ ის რაც ახლა ინერვიულეთ და გაიარეთ, ხო, ეს მძიმე პერიოდი, გაიაზრებთ, რომ თურმე არც თუ ისე სანერვიულო არ ყოფილა და ეს უკვე გამოცდილებაც იქნება თქვენთვის, იმიტომ რომ მიხვდებით, რომ ხანდახან საკუთარი თავი და საკუთარი ემოციები უნდა დაინდოთ, უფრო მეტად უნდა დააფასოთ და სიურპრიზად აქ მოდის აბსოლუტურად გახსნილი პერსპექტივები და გზები. იმიტომ რომ თქვენ აქ გეხსნებათ გზები, ჩემო ძვირფასებო, ეს გახსნილი გზებია. ნახეთ, ეს არის გაკეთებული არჩევანი და ადგებით კონკრეტულ არჩეულ გახსნილი გზებიდან ერთ-ერთს ირჩევთ და მიდიხართ. ანუ მიდიხართ საერთოდ სხვა ენერგიებით იწყებთ ცხოვრებას. და ეს პირდაპირ მოძრაობასთან არის და ცვლილებებთან დაკავშირებული, ხო? ნამდვილად Champion of Cups, ხო? და მიხვდებით, რომ სამყაროს საყვარელი შვილი ხართ, აბსოლუტურად განსხვავებული ხართ და აბსოლუტურად განსაკუთრებული ხართ და ის რაც თქვენს თავს მოხდა, აი ეს ათიანების ხმლები,
ეს იყო უბრალოდ იმისთვის, იმის გასაგებად, რომ თავის დროზე არასწორი არჩევანი გააკეთეთ, ან ბალანსი გაგექცეთ. მორჩა და დამთავრდა. იქ სადაც ბალანსი გაგვირბის, იქ ყოველთვის დგება ხოლმე ესეთი პრობლემები, მაგრამ არა უშავს ჩემო ძვირფასო. ყველაფერი გაივლის. ყველაფერი გაივლის. ესეც გაივლის და უკვე გადის. ასე რომ მე თქვენ გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, დიდი სიყვარული თქვენთან იყო არის და იქნება ნინო. შეხვედრამდე.